ერთობაში ძალების კონცენტრაცია სხვა მიმართულებით უნდა მოახდინოს. ჩვენ უნდა გქონდეს მოქნილი პოლიტიკა, ჩემის აზრით, ეს არ უნდა იყოს ხისტი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ მაბზე იქნება ორიენტირებული, უნდა იყოს ესეთი პოლიტიკა, რომელიც მოქნილი განხორციელების თვალსაზრისით მეტ სარგებელის მოტანას შესძლებს ქვეყნისთვის. ჩვენ დღეს გაცილებით უფრო წინ წასულ პოზიციაში ვართ, ასე ვთქვათ, ინტეგრირების თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო 2008 წელს ბუქარესტში. მოჩვენებითი არის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს წინსვლა ნატოში ინტეგრირების თვალსაზრისით იყო გაყინული და აქამდე თითქოს პროგრესი არ განხორციელებულა. პირიქით, ქვეყანა მთელი ამ წლების განმავლობაში 2008 წლიდან მოყოლებული ძალიან დიდი წინსვლა განახორციელა ამ მიზნის განხორციელებისათვის და ამიტომ დღეს სავსებით რეალურია ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ მაპი როგორც ესეთი შეიძლება უკვე იყოს, ასე ვთქვათ, არააუცილებელი ინსტრუმენტი საქართველოსთვის და პირიქით, ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც დღეს უკვე საქართველოს გააჩნია, საკმარისად იქნას ჩათვლილი საიმისოდ, რომ ქვეყანამ მოახდინოს ნატოში ინტეგრირება. მე ამით არ მინდა იმის თქმა, რომ ნატო აბსოლუტურად უმნიშვნელო თემა გახდეს ჩვენს პოლიტიკურ დისკურსში, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი მიმართულება, რომელიც ესეთი წყალგამყოფი შეიძლება გახდეს პერსპექტივის თვალსაზრისით, მოახდეს თუ არა საქართველოს ნატოში ინტეგრირებას. მით უმეტეს იმ გამოცდილების ფონზე, როდესაც ზედმეტი პოლიტიზირება ერთგვარად მაპის საკითხის ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ არ იქნა, ასე ვთქვათ, განხორციელებული, არამედ პირიქით ერთგვარად ზიანის მომტანიც იყო თავის დროზე. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, კურიერის შეკითხვებს ეკა ტყეშელაშვილი პასუხობდა, ჩვენ კი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ეს არის ვალუტის კურსის ცვლილება. დაეღირება ელექტროენერგია თბილისში სემეკი ტარიფის ცვლილებაზე გადაწყვეტილება 3 სექტემბერს გამოაცხადეს. ვერც სემეკმა და ვერც თელასმა ვერც ერთ კომპონენტში ვერ დაასაბუთა ტარიფის ზრდის აუცილებლობა. ყურადღება, მოისმინეთ ექსპრეს ბანკის აგვისტოს თვის შეთავაზება. ექსპრეს ბანკში ექსპრეს კრედიტის აღება ყველაზე მარტივია. საკმარისია წარადგინოთ მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობა. ექსპრეს კრედიტის ლიმიტი გაიზარდა 700 ლარამდე და ყველა ვინც 31 აგვისტოს ჩათვლით ისარგებლებს ექსპრეს კრედიტით, არ გადაიხდის კრედიტის გაცემის საკომისიოს. ექსპრეს ბანკი. მარტივია. თუ ვინმეს ასესხებ ფულით, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად. ნეტკრედიტის ლოიალობის პროგრამა გთავაზობთ 5%-იან ფასდაკლებას ყოველ მომდევნო სესზე. მაქსიმალური ფასდაკლება 30%. ნეტკრედიტი. დედა, ჩვენ შევიტყვეთ ბოროტი მიკრობების შესახებ, მაგრამ ეს სუპერდედა დავხატებათ შესაშირებლად. და შენ ხარ ჩემი სუპერდედა. ახლა კი მოდი გავთავისუფლდეთ ამ საშინელი მიკრობებისგან. დედა შენი მართალია. სეიფგარდი რეკომენდირებულია ოჰაიო შტატის ფარმაცევტთა ასოციაციის ჯანდაცვის ამერიკელი ექსპერტების მიერ. სეიფგარდი სუპერდედების დამცავი ფარი. ახალი ანტიბაქტერიული ხელის საპონი, გასართობი და მარტივად გამოსაყენებელი, მათ შორის ბავშვებისათვის. холод დომინოში ნატურალური ხიშპონის ზედაპირის კარებზე 20%-იანი ფასდაკლება. დომინო. 3G. 4G. ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველთვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. უფრო ხმა მაღლა. ჩვენი ერია, კიდეც ისარწყელა დაინახო. საოცარია, რამდენი რამ შეიძლება აღმოაჩინოს ბავშვმა მეგობარ ბარნისთან ერთად. თქვენი დახმარებით, ბარნი, ფაფუგი ორსხობილად დამზადებული ხარისხიანი ინგრედიენტებით, ხორბლით, შოკოლადითა და კვერცხით. წავედით. პირველად 2015 წლის 9-11 სექტემბერს საქართველოს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციას ბათუმში უმასპინძლებს. კონგრესის ფარგლებში ბათუმს 40 ევროპული ქვეყნის დელეგაცია ესტუმრება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარეობა 13 წლის ვადით მოიპოვა და ის ამჟამად ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. იროლი წარმოგიდგენთ ორ ახალ გემოს. პიტრის ტარხუნა ბიჭისთვის, მარცხვი და ალუბალი გოგოსთვის. ბიჭებო, არავის აგიღიათ ჩემი დიროლი.
ახალი დიროლი გოგოსთვის და ბიჭისთვის. არაგერიოს. ხოლო ჩვენთან 500 ლარი ოცლარად კრედიტონჯი ჩვენ ხდით ფულს ხელმისაწვდომს. საუკეთესო გემო და ახალი დიზაინი. ნაკადული, ეს ჩემი წყალია. საბურთალო. M კვადრატი იპოდრომთან. მალე. M კვადრატი იპოდრომთან 2. გაყიდვები იწყება. ოროთახიანი ბინა დასრულებული რემონტით 39996 დოლარიდან. დაჯავშნე დღესვე. იცხოვრე უკეთესად. მოიგე ჯეკპოტი 600,000 ლარზე მეტი და აიხილე ყველა ოცნება. ჰუალინგი, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. არ დაკარგო დრო, გადმოდი ახალ ბინაში ახლავე. იცხოვრე ჯანსაღ გარემოში და დაცულ საცხოვრებელ კომპლექსში. თქვენზე მორგებული გადახდის პირობები. პირველადი შენატანი მხოლოდ 10%-ია. დაგვირეკეთ 277 88 88. შეტყვით თქვენ სავარცხელზე ზედმეტი თმის დანახვით. ეს აღარ განმეორდება ახალ პანტენ პროვისთან ერთად. თმის თვენისგან დამთავი კოლექცია. პანტენ პროვის ფორმულა ღრმად ახდენს თმის ძირებში და გვეხმარება 97%-მდე თმის თვენის შემცირებაში. ჩემი თმა თავიდან ბოლომდე ძლიერი და შესამჩნევად ლანცაღია. დაინახეთ და შეიგრძენით განსხვავება პანტენთან ერთად. პანტენი. ყოველი დღე ძალიან დატვირთულია. სამსახური, საყიდლები, ბავშვის მოვლა. საღამო მეგობრებთან ერთად. უძლებს კი თქვენი ფეხები ასე დატვირთვას. გამოიყენეთ ლიოტონ გელი. ჰეპარინის მაღალი კონცენტრაციისა და შეწობის შესანიშნავი უნარის წყალობით, ლიოტონი ეფექტურად ამცირებს დაღლილი მძიმე ფეხების შეშუპებას და დისკომფორტს. სწრაფად განიჭებს სიგრილისა და სიმსუბუქის შეგრძნებას. ლიოტონი ფეხების ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ბოში გთავაზობთ სეზონის ბოლო ამოყიდვის აქციას. მხოლოდ ერთი კვირით, მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში. შეიძინეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა დიდი ფასდაკლებით. საღამოს ეთერის სპონსორია სამშენებლო კომპანია GDG. სახლი, რომელიც ჯერ არ უნახავს თბილისს. აბაშიძის 70. საღამოს ეთერის სპონსორია Lenovo's ნოუთბუქი Alta და OK-ში. შეიძინეთ Lenovo's ნოუთბუქი Intel-ის Core i3 პროცესორზე. დაზოგეთ 200 ლარი და მიიღეთ საჩუქარი. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ მაგდიკომის EAP roaming. მოგზაურე დეპოზიტის და ნომრის შეცვლის გარეშე. შემავალი 10, გამავალი ზარი 30 თეთრიდან. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში ცეცხლის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. განუყურებთ კურიერს 9 საათზე ერთ კვირაში თბილისელებისთვის ელექტროენერგიის ახალი ტარიფი გამოცხადდება. სემეკი თელასის მოთხოვნაზე გადაწყვეტილება 3 სექტემბერს გამოიტანს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტარიფი ჯერ უცნობია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დღევანდელ საჯარო სხდომას ესწრებოდნენ, უკვე ვარაუდობენ, რომ ტარიფი დენის ფასი 6 თეთრით გაიზრდება. თელასის წარმომადგენელმა კი დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რომელთა გამოც ელექტროენერგიაზე ფასის მატება გარდაუვალია. ვალუტის კურსის ცვლილება თხოსადგურებზე ელექტროენერგიის ტარიფის მომატება. ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც თელასმა სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა მოითხოვა. კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ შექმნილი ეკონომიკური ვითარება ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა. დღესვე მარეგულირებელმა კომისიამ თელას 67 მილიონიანი ინვესტიციიდან ტარიფში მხოლოდ ნაწილის გათვალისწინება მოთხოვა, რაც კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით თელასისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი იქნება. არ მოგვეცა საშუალება, რომ ახალ მიერთებებზე გაწეული დანახარჯები აღვესახა ინვესტიციებში. ეს არის ახალი მომხმარებლების მიერთებაზე დასახარჯი ან უკვე ნაწილობრივ დახარჯული თანხები, რომელიც ასახვას პოვებს მხოლოდ მისი ფაქტობრივი შესრულების შემდეგ ტარიფში. თბილისელებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მოსალოდნელ გაზრდაში ენერგეტიკის სამინისტროს ადანაშაულებს ქართული დასის ხელმძღვანელი. ჯონდი ბაღათურია, რომელიც სატარიფო განაცხადის განხილვაში მონაწილეობას იღებდა, აცხადებს, რომ სემეკი ენერგეტიკის სამინისტროსა და მარეგულირებელ კომპანიასთან შეთანხმებით ტარიფს ხელოვნურად ზრდის. ვერც სემეკმა და ვერც თელასმა ვერც ერთ კომპონენტში ვერ დაასაბუთა ტარიფის ზრდის აუცილებლობა. პირიქით ჩვენ დავასაბუთოთ, რომ არსებობს ლუფტი და შეიძლება ტარიფის შემცირება.
თელასის სატარიფო მოთხოვნა მოულოდნელი არ ყოფილა ენერგოომბუდსმენისთვის. მისი განმარტებით ამ პროცესს ხელითფო ელექტროსადგურების მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდამ შეუწყო. ექსპერტები კი დარწმუნებულები არიან, რომ დენის საფასურის გაძვირების შემდეგ ქვეყანაში ფასები პროდუქტებს მნიშვნელოვნად მოიმატებს. მთლიანი ფასების დონე სამწუხაროდ გაიზრდება და ინფლაცია არ იქნება იმ ფარგლებში, როგორც იყო დაგეგმილი, ანუ ეს 5%-ს გადააჭარბებს, ხოლო სეგმენტურად, რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტი იქნება პირველადი მოხმარების საგნებზე და სურსაც რა თქმა უნდა. მას შემდეგ, რაც ზოგადად ეკონომიკური სიტუაცია შეიცვალა ქვეყანაში და თბო ელექტროსადგურებმა ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართეს მარეგულირებელ კომისიას, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ გამანაწილებელი კომპანიები სატარიფო განაცხადით მიმართავდნენ. კომპანია თელასმა სატარიფო განაცხადით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ მიმართა, რაც ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი გაიზარდა. მანამდე კი სემეკმა ენერგოპროჯორჯიას განაცხადი დააკმაყოფილა და რეგიონებში აბონენტებისთვის ტარიფი 3.95 თეთრით გაძვირდა. რამდენით გაიზრდება თბილისში დენის საფასურის საბოლოო გადაწყვეტილებას ენერგეტიკის მარეგულირებელი კომპანია 3 სექტემბერს გამოაცხადებს. იური ვაზაგაშვილის სკოლობის საქმის განხილვა გაიმართა დღეს საქალაქო სასამართლოში. ჩვენებმა ბრალდების მოწვევა მისცეს, მათ შორის იური ვაზაგაშვილის